დაახლოებით 1 წლის წინ საქართველოს მთავრობამ მეტი გამჭვირვალობისა და მონიტორინგის მიზნით EUTHO-ს დამკვირვებლები მოიწვია. 1 წლის განმავლობაში ამ ავტორიტეტული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა 14 საქმე შეისწავლეს. 327 სასამართლო პროცესს დაესწრნენ, ჩაიხედეს მართლმსაჯულების სამზარეულოში, მოისმინეს ყველა პოლიტიკოსის შეფასება ამ თუ იმ საქმეზე. ერთწლიანი მუშაობის შემდეგ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიურომ 158 გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა და დაასკვნა, რომ სასამართლოს მისი შიდა პრობლემების გამო ჯერ კიდევ ბევრი აკლია დაიმსახუროს საზოგადოების ნდობა, რომ ხშირად პოლიტიკოსებს და მით უფრო ხელისუფლების წარმომადგენლებს სძლევთ პირადი განწყობები და ავიწყდებათ უდანაშაულობის პრეზუმპციის არსებობა. მოკლედ, ანგარიში ვრცელია, მაგრამ მიუხედავად მოცულობითი დოკუმენტისა, ქართულმა პოლიტელიტამ უკვე მოასწრო მისი წაკითხვა და როგორც ყოველთვის პარტიული კუთვნილების მიხედვით განსხვავებულად წაიკითხა. ქეთი ბოჯგვა გვეტყვის, რას გვირჩევს EUTHO. 14 ხმაურიანი საქმე და 327 სასამართლო პროცესი EUTHO-s მონიტორინგის მისიამ ერთ დოკუმენტში ჩაადია. როგორც ანგარიშიდან ირკვევა, საერთაშორისო ორგანიზაციისთვის შეშფოთებისა და კრიტიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საგანი ბრალდებულთა მიმართ ხელისუფლების ჩინოსნების რიტორიკა. ხელისუფლების წარმომადგენლები მათ მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებებით აკნინებდნენ უდანაშაულობის პრეზუმპციის მნიშვნელობას, რადგანაც წინ უსწრებდნენ სასამართლოს შეფასებებს და ხელს უწყობდნენ საზოგადოების თვალში ბრალდებულის დამნაშავედ წარმოჩენას. დოკუმენტში კონკრეტული მაგალითებიც არის მოყვანილი. მათ შორისაა პრემიერის განცხადება ეგრეთ წოდებული ორი გვამის საქმეში მერაბიშვილის ბრალეულობაზე და მანანა კობახიძის ერთ-ერთი ინტერვიუ, სადაც მან ბრალდებულს დამნაშავე უწოდა. არც ერთ კომენტარში თუ განცხადებაში არ მithქვამს, რომ ვინმე არის დამნაშავე, თუ კი ამ პირთა მიმართ არ არის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი. უდანაშაულობის პრეზუმპციის გარდა ანგარიშში საუბარია ბრალდების სასარგებლოდ მხარეთა თანასწორობის დარღვევაზე, წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობასა და შესაძლო პოლიტიკური მოტივებით საქმეთა გადადებაზეც. ყველა ეს ფაქტორი მონიტორების აზრით ეჭვებსა და უნდობლობას აჩენს. საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ მისი ლეგიტიმურობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. გამოვლინდა საკითხები, რომელიც ხელს უწყობს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის შესუსტებას. ვინ არის შენიშვნების ადრესატი და პასუხისმგებელი ნდობის შემცირებაზე? მართლმსაჯულების სისტემაში ამ კითხვაზე განსხვავებული პასუხი აქვთ. თია წულუკიანი ხელს სასამართლოსა და მისი თავმჯდომარისკენ იშვერს. სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელს მოუწევს აღიაროს, რომ მან სასამართლოს შიგნით პრობლემები ვერ მოაგვარა. დასკვნაში როცა მოხსენიებულია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები არღვევდნენ უდანაშაულობის პრეზუმპციას, პირველ რიგში სწორედ თია წულუკიანი იგულისხმება. განსხვავებულად წაიკითხეს ანგარიში ხელისუფლებასა და ოპოზიციაშიც. ნაციონალურ მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ დოკუმენტი პოლიტიკური დევნის დადასტურებაა. მთავრობა საკუთარ განცხადებაში საპირისპიროს ამტკიცებს. ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველოში არ მიმდინარეობს პოლიტიკური ნიშნით სამართლებრივი დევნა. ის კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ აღქმას და შთაბეჭდილებას, რაც უკვე მთელ მსოფლიოში ცნობილია. საქართველოში მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. EUTHO-s მონიტორინგის მისიამ მუშაობა 2013 წლის თებერვალში საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევით დაიწყო და ფოკუსირება ძირითადად ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებზე მოახდინა.